წავერსთან პარტნიორობით ჩვენ ყოველ სამშაბათს გთავაზობთ საუბარს მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ჯანმრთელობას და ყოველდღიურ კეთილდღეობას. დღევანდელი რუბრიკის თემა კი რესპირატორული ვირუსული ინფექციები არის, ანუ სასუნთქის სისტემის ვირუსებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები. სასუნთქის სისტემის ვირუსულ ინფექციებს ავადობის სიხშირის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. მწვავე რესპირატორული ინფექციებით წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი ავადდება. ამ დაავადების პიკი კი სწორედ ზამთრის დასასრულს და ადრეულ გაზაფხულს ემთხვევა. რა გზით ვრცელდება რესპირატორული ვირუსები, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს და როგორ უნდა ვმართოთ, ან როგორ ავიცილოთ თავიდან. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმობა დღეს ჩვენი სამედიცინო რუბრიკაც. სულ რამდენიმე წუთში აღნიშნულ საკითხებს დეტალურად განიხილავს ლალი ბრეგვაძე, ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და საქმენდილის სამედიცინო რუბრიკის თანაწამყვანი მოწვეულ სტუმართან ერთად. რუბრიკას წარმოგიდგენთ ნორევას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს. ნინი, დიდი მადლობა წარდგენისთვის. მივესალმებით ჩემთვის ძალიან ძვირფას საქმიან მაყურებელს. როგორც ნინი აღნიშნა, დღეს საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ეს გახლავთ რესპირატორული, ანუ სასუნთქის სისტემის ვირუსული ინფექციები. მიუხედავად იმისა, რომ სასუნთქის სისტემის ვირუსული ინფექციები სხვადასხვა ვირუსით არის გამოწვეული, ამ დაავადებებს აქვს საერთო ნიშნები და სიმპტომები. თან ახლავს სურდო, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ხველა. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც ავრცელებს ვირუსებს ლაპარაკის, ხველების და ცემინების დროს. ხშირად გაიგონებთ ფრაზას ვირუსი არ მაქვს, მხოლოდ გაციებული ვარ, არ გადმოგედება. ეს რა თქმა უნდა შეცდომაა, რადგან მდგომარეობას, რომელსაც გაციებას უწოდებთ, სინამდვილეში ვირუსი იწვევს და ყველა სხვა ვირუსული ინფექციის მსგავსად გადამდებია. საქმიანმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ რუბრიკა მზადდება BMG-სა და ავერსის პარტნიორობით და მისი მიზანია მაყურებელმა სანდო და სწორი ინფორმაცია მიიღოს. შეცდომაა, როდესაც ვამბობთ ვირუსი არ მაქვს, მხოლოდ გაციებული ვარ. სინამდვილეში ამ დროს რესპირატორული ვირუსული ინფექციით ვართ ავად. სწორედ ასეთ ინფექციებზე გვექნება დღეს საუბარი, რისთვისაც გადაცემაში მოვიწვიეთ ავერსის კლინიკის ოჯახის ექიმი, თერაპევტი ქალბატონი ნინო ლობჟანიძე. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, მადლობა სტუმრობისთვის. მართლა ძალიან მახარებს თქვენი სტუმრობა. მოდი პირველ კითხვას დავსვავთ, რა არის რესპირატორული ვირუსული ინფექციები? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. რაც შეეხება რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს, ეს არის ვირუსული ინფექციები, სასუნთქის სისტემის ვირუსული ინფექციები, რომელიც გამოწვეულია რომელიმე კონკრეტული ვირუსით. მათ შორის ძალიან აღსანიშნავი და მეტად აქტუალურია ჰემოფილუს ინფლუენსას ვირუსი, ასევე COVID-19 ვირუსი, რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი და რინოვირუსები. ეს ვირუსები უმეტესწილად დღესდღეობით ძალიან აქტიურია და შესაბამისად სხვადასხვა სიმპტომატიკით ხასიათდებიან. ზოგადად რა კლინიკური ნიშნები აქვს დამახასიათებელი ამ ვირუსებს, როგორ გამოვლინდება? გამოვლინებას რაც შეეხება, ძირითადად თავიდან უფრო კატარული მოვლენებით იწყება, რაც მოიცავს მარტივად რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს ეს კატარული? სურდო, ყელის ტკივილი, ზოგადი საერთო სისუსტე, შესაძლებელია თან ახლდეს სუფრებბრილიტეტი, ანუ დაბალი ტემპერატურა, ასევე ზომიერი ტემპერატურაც დამახასიათებელია. ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს ხველას. ხველა შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ასევე პროდუქტიული. პროდუქტიული ხველა არის ისეთი ხველა, რომლის დროსაც გამოიყოფა ნახველი. ძირითად შემთხვევებში რესპირატორული ვირუსული ინფექციები ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ბავშვებში, ასაკოვან პაციენტებში და ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული ავადობა, მათთან შეიძლება ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა გართულებებს, მაგალითად, როგორიც არის პნევმონია, ფილტვის ანთება, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობად შეიძლება იყოს გართულების ერთ-ერთი მდგომარეობა. და ზოგადად როგორ მართოთ ნინო ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ალბათ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მართვა ჭირდება, იმიტომ რომ სხვადასხვა გამოვლინებებია ამ დროს. ნამდვილად ასეა, ზოგადად რესპირატორული ვირუსული ინფექციების გადამდებლობა ხასიათდება უფრო ჰაერწვეთოვანი გზით, დამახასიათებელია. საუბრის დროს, ხველის ცემინების დროს ძალიან მარტივად შეიძლება დაინფიცირდეს ჯანმრთელი ადამიანი. ასევე ახლო კონტაქტი დაავადებულთან და ზედაპირების
დაბინძურებული ზედაპირების ხშირი შემხებლობის შედეგად. ზოგადად, როგორც წეღან აღნიშნეთ, რესპირატორული ვირუსული ინფექციები ძირითადად ხასიათდება სურდოთი, ყელის ტკივილით, ცხელებით, მაგრამ თავდაპირველად უკეთესია, რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი მართოთ სიმპტომური საშუალებით. დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში არასწორი მიდგომა რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით, როდესაც პირველივე სიმპტომისთანავე გამოყენება ხდება ანტიბიოტიკის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ნამდვილად აბსოლუტურად გეთანხმები და სამწუხაროდ მე ძალიან ბევრჯერ მსმენია ბოლო პერიოდში, რომ აი მომენტალურად იყენებენ ეგრევე ანტიბიოტიკს. ეს არაფრით არ შეიძლება და დაუშვებელია. კი, არაფრით არ შეიძლება, რადგან სიმპტომური მართვის შედეგად რესპირატორული ვირუსული ინფექციები თავის მხრივ ლაგდება დაახლოებით 3-4 დღეში და აქ საერთოდ არ არის საჭირო ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება. გასაგებია, რა არის საჭირო? საჭირო არის, რა თქმა უნდა, საჭირო არის სიმპტომური მედიკამენტები, როგორც აღნიშნე. კონკრეტულად რომ დააკონკრეტოთ, კონკრეტული, ვთქვათ, იგივე სიმპტომების დროს, რომელი სიმპტომურად შეიძლება პაციენტს აღენიშნებოდეს ზოგადი საერთო სისუსტე, სახსრების, ძვლების, კუნთების ტკივილი. ამ დროს ძალიან ეფექტურია ეფექტი ფლუს კაფსულები და ჩაი. ეს მედიკამენტი კომბინირებული წამალია, შესაბამისად მისი თვისებები განპირობებულია ზუსტად მასში შემავალი სხვადასხვა კომპონენტის ერთობლივი მოქმედებით. მექანიზმის რაც შეეხება თვითონ ეს მედიკამენტი მოქმედებს ჰიპოთალამუსში არსებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და შესაბამისად იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და შესაბამისად მასში არსებული კომპონენტები ძალიან ეფექტურია გაციებით განპირობებული ყელის ტკივილის, სურდოს ან კუნთების და სახსრების ტკივილის დროს. ამისი უპირატესობა ის არის, რომ აქვს როგორც ტაბლეტირებული ფორმა, ასევე ჩაის ფორმითაც არის. ჩაი შესაძლებელია ბავშვებს 12 წლიდან რო დაინიშნოს, ხოლო კაფსულის უპირატესობა არის ის, რომ 6 წლიდან პაციენტებში შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, როდესაც პაციენტს აღენიშნება სურდო, ცხვირში გაჭედილობა, ამ დროს ძალიან ეფექტურია დიდროფის აეროზოლი. დიდროფის აეროზოლი ამცირებს შეშუპებას, ხსნის შეშუპებას, ასევე მოქმედებს ცხვირის ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების შევიწროებას და შესაბამისად ექსუდაციის პროცესიც მცირდება. ამას მოყვება ზუსტად ის, რომ პაციენტს აღარ უჭირს შემდეგ სუნთქვა, დიახ. განსხვავებული სუნთქვა აღარ აღენიშნება. კი, ყელის ტკივილის დროს შესაძლებელია ხო, დიდროფის უპირატესობაც საკმაოდ დიდია, ის არის როგორც აეროზოლის სახით, ასევე წვეთების სახით და ძალიან მოსახერხებელი არის პატარა ბავშვებში 2 წლიდან მისი დანიშვნა. როდესაც პაციენტს აღენიშნება ყელის ტკივილი, შეგვიძლია თამამად გამოვიყენოთ ლივანგინი. ლივანგინიც არის კომბინირებული პრეპარატი, მას გააჩნია როგორც ანთების საწინააღმდეგო, ასევე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და უპირატესობა რაც არის ამ მედიკამენტის არის ის, რომ პირის ლორწოვანში აღიზიანებს სიცივის რეცეპტორებს და შესაბამისად მას აქვს ადგილობრივი საანესთეზიო თვისებაც, ასე რომ ვთქვათ და ესეც როგორც ტაბლეტირებული ფორმით, ასევე არის აეროზოლის ფორმით და თამამად შეიძლება 1 წლიდან პაციენტებში რომ გამოვიყენოთ. ყველაზე მთავარი რაც არის იმუნური სისტემის გაძლიერება პაციენტებისთვის. კი, რა თქმა უნდა. და გაციების დროს, როდესაც ხარ გაციებული, ნინო, ერთი კითხვა მოქვს, გავცივდით, ყელი გვტკივა, სურდო გვაქვს, ცემინება, ყველაფერი გვაქვს და ამ დროს იმუნური სისტემის გაძლიერება ამ დროს არის საჭირო? რა თქმა უნდა, ამ დროს ძალიან ეფექტური არის იმუნომოდულატორების გამოყენება. ერთ-ერთი იმუნომოდულატორი არის იმფლუნატი, რომელიც ძალიან საჭირო რაოდენობით საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის და ზოგადად ამ მედიკამენტის გამოყენება სასურველია არა მხოლოდ იმ პაციენტში, რომელიც დაავადებული არის რესპირატორული ვირუსული ინფექციით, არამედ მის გარშემო შესაძლებელია სრულიად უსიმპტომო ადამიანებს, მისმა ოჯახის წევრებმა მოიხმარონ ეს მედიკამენტი იმისთვის, რომ ზუსტად გაძლიერდეს იმუნური სისტემა და თუ რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაინფიცირდებიან, სიმპტომურად ძალიან ნაკლები სიმპტომები გამოიხატება. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის, თუმცა ერთი კითხვა მაქვს, ნინო, რომ დავიცვათ თავი, რომ არ დაგვემართოს. გასაგებია, რომ გადამდები გზები ყველაფერი ახსენეთ, მაგრამ როგორ დავიცვათ, როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რომ უბრალოდ არ დაავადდეთ?
ყველაზე მთავარი, როგორც წეგან აღნიშნეთ, არის იმუნური სისტემის გაძლიერება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა. უნდა დავიბანოთ ხელები დღეში ბევრჯერ, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. ასევე სასურველია გამოვიყენოთ ალკოჰოლზე დაფუძნებული სხვადასხვა ანტისეპტიკი. ყველაზე მთავარი არის, რომ არ მოვიკიდოთ ხელი სახეზე, ცხვირზე ან პირზე, დაბინძურებული ხელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის იზოლაციას რაც შეეხება სასურველია რომ პაციენტი რომელსაც აღენიშნება რესპირატორული ვირუსული ინფექცია დარჩეს სახლში და თავი არიდოს ხალხმრავალ ადგილებს და თუ მაინც მოხდება ასეთ ადგილზე აუცილებლად იხმაროს პირბადე. დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კიდევ რესპირატორული ეტიკეტი. ეს გულისხმობს რომ დაცემინების ან ხველის დროს აუცილებელია რომ გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცი ან ჩვენივე იდაყვი. ვაქცინაცია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღესდღეობით მთელი მსოფლიოსთვის. უპირატესობა სეზონური გრიპის და COVID-19-ის ვაქცინაციას ენიჭება, რა თქმა უნდა, და შესაბამისად ვაქცინირებულ პაციენტთან სიმპტომების გართულება ძალიან ნაკლებია ხოლმე. და ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი, რაც არის, ეს არის გარემოს კონტროლი. გარემოს კონტროლში იგულისხმება დაავადებული ადამიანი, სადაც ცხოვრობს. ძალიან ხშირად უნდა ნიავდებოდეს ის საცხოვრებელი გარემო და აუცილებელია, რომ სველი წესით მუშავდებოდეს თითოეული წერტილი, სადაც პაციენტი იმყოფება. არაჩვეულებრივი, საინტერესო და სასარგებლო რჩევები მოგვეცი. ნინო, უღრმესი მადლობა. ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო დღევანდელი რჩევები და დღეს ჩვენ სტუმარს ავერსის კლინიკის ოჯახის ექიმს ქალბატონ ნინო ლობჟაძეს სასუქის სისტემის ვირუსულ დაავადებებზე ვესაუბრეთ. რესპირატორული ვირუსული ინფექციები ფართოდ არის გავრცელებული, როგორც აღნიშნეთ, და უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს. თუმცა, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს. მათი პრევენციის საშუალებაა ჰიგიენური ნორმების დაცვა, ვაქცინაცია და პასუხისმგებლიანი ქცევა. მინდა დავემშვიდობო ჩვენ საქმიან მაყურებელს და დიდი სიყვარულით ვუსურვო ჯანმრთელობა და რაც მთავარია, სულიერი სიმშვიდე. რუბრიკას წარმოგიდგენთ ნურევას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს.